გამარჯობათ. ესე დღეს დავამთავრე ეს პირველი ვიდეო მიდევს. ანუ ეს გალვანიზირება მინდოდა გამეკეთებია. ხო და გავშკურკე ზუმფარით. ან წესი და რიგით არ მიიღო რა, აჭრელდა. წესი და რიგით ან თავისი ზეთი რაც აქვს ქარხნულად. ან ჩვენ ვდებთ კისლატაში. კისლატა ანუ მე ირეცხება დაახლოებით 1-2 საათი იდება კისლატაში და თავისით ცილდება, ანუ აპრიალებს რკინას და მაგის შემდეგ ხდება გალვანიზირება უკვე. ხო და მე მეთქი მეგონა რომ ვაფშე რკინამდე დავალ, გავასუფთავებ და ისე ანუ უკეთესად ეფექტი კაი ექნება მეთქი, მაგრამ ნუ შევცდი რა. და მე ჩვეულებრივი ბრონზის კრასკით გადავკრასკე. ეს ბორბლები, თავის ბორბლები გავუკეთე ისე, დავაჭერი მას. ან წვიმს რა ცუდი ამინდია და შემეზარა წასვლა. ამას დავაჭერი. თან თავისი რკინები ახლია სქელი. ხო და იქ მაღაზიაში რომ მეყიდა არ ვიცი რა მდგომარეობაში. ესეთი თხელი. რა ვთქვა, ჟეშტი ქვია, სტრუბაც არ ქვია. ან რაღაცას უკეთებენ ნაწილს ისეც, რომ ერთი რო გაფუჭდება, თუ რაღაც არ გაქვს შეხება, არ გეხერხება ესეთი რაღაცები შეკეთება, აიღო და გადააგდო უნდა ნაგავში. ხო და ეხლა ეს ცუდ მდგომარეობაში არა, ეს ამ ადგილასაც ცოტა გაცრეცილი ტყავ. ეს არ მუშაობს. ცალკე კიდე რო იყოს მაღაზია მაგალითად ყველაფერი რო იყიდებოდეს, აი მაგალითად ელექტროხელსაწყოები ან ბენზოცელი ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ თითოეულ ყველაფერი იყიდო ნაწილი და შენ თვითონ აწყო. ხო და ესეთ რაღაცები არ ჩამოაქვთ სპეციალურად რომ მე წახვიდე და ახალი იყენო. საკმაოდ რა ვიცი, ხარისხიანი გამოვიდა. რო ჯდები გრძნობ, რომ ყარათ არის. სიმაღლეც კიდე სანამ ბურბულებს გავუკეთებდი, ცოტა დაბალი იყო, მაგრამ ეხლა კიდე მოემატა 5 სანტიმეტრი, დაჟე მეტი, 7 სანტიმეტრი იქნება. ნორმალურია რა. თუ რამე გექნებათ შეკითხვები, კომენტარებში დამიწერეთ და გიპასუხებთ.